მეგობრებო, შემოვიდნენ ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვილაპარაკებთ დღეს. ეს არის ტერფის დეფორმაციები. დღეს მე რაზეც ვისაუბრებ, ამაზე კითხვები თუ გექნებათ, მომწერეთ და ეტაპობრივად გავცემს პასუხს. დეფორმაციული ტერფი, ტკივილი ტერფის მიდამოში, კოჭი, წვივი, მუხლი, მენჯბარძაყი, შემდეგ წელი. ეს ყველაფერი ძირითადად არის დაკავშირებული ტერფის დეფორმაციებთან, სხვათა შორის სპეციალურად მინდოდა რომ ეს გენახათ ის ბანერი, რომ ნახოთ რა სახის დეფორმაციები არსებობს. ტერფის დეფორმაცია შესაძლებელი იყოს არა მარტო ბრტყელი ტერფით, ჯერ ერთი ამ ბრტყელ ტერფს სხვადასხვა ხარისხი აქვს და არსებობს სიგრძივიც, განივიც, კომბინირებულიც. ახასიათებს რა? თაღის არქონა ან თაღი არის დადაბლებული. როგორ უნდა მივხვდეთ? გარდა იმ ჩივილებისა, ნუ ეს არის სწრაფი დაღლა, ხო? ძალიან იოლია მივხვდეთ ახლა დასრულზეც, ბავშვზეც, ფეხსაცმლის წვეთით, შიდა მხარე წვდება ამითი. დამატებით შესაძლებელია აქ იყოს ვალგუსური დეფორმაცია. ვალგუსური დეფორმაცია რას ნიშნავს? კოჭი ტრიალდება შიგნით, ქუსლი გადის გარეთ. აი სხვათა შორის არის ეს სურათი და მიხვდებით. მეორე პრობლემა, ეს არის ჰიპერსუპინაცია ვარუსი. ეს საპირისპირო პრობლემა არის, პირიქით გარეთ ტრიალდება ტერფი და ცოტა შიგნით შემოდის. შემდეგი ტერფის პათოლოგია, ეს არის მაღალი თაღი, ნორმაზე მაღალი თაღი. რას აპროვოცირებს ეს ძალიან ხშირად განსაკუთრებით ქალბატონებში? ჰალუს-ვალგუსურ დეფორმაციას და მორტონის ნევრომას. მე დღეს უბრალოდ საერთო მონახას გავაკეთებთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ საერთოდ რაზე ვსაუბრობ და შემდეგ უკვე დეტალურად გავიხილავ ხოლმე ყველა პრობლემას. შემდეგი პრობლემა არის ნამგლისებრი ტერფი. აი წარმოიდგინეთ, რატო ქვია ნამგლისებრი ტერფი? ფორმა აქვს ნამგლის, ვიზუალურად შეუძლებელია არ მივხვდეთ რა პათოლოგიაა. რას ვაკეთებთ ყველა ამ შემთხვევაში? ტარდება ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა. რა მეთოდები არსებობს? არსებობს პედოგრაფია, არსებობს სკანირება, პლანტოგრამა. გავითვალისწინოთ, რომ პლანტოგრამით მხოლოდ საშუალო სტანდარტის შერჩევა შეიძლება აფთიაქში, ინდივიდუალურზე არ ვსაუბრობ. ეს საშუალო სტანდარტები ის არის, რა ქვია, ყველა აფთიაქში იყიდება და რეალურად არის ცოტა კომფორტისთვის, ახლა იმას სამკურნალო ეფექტი არ აქვს. როდესაც ვატარებთ პედოგრაფიას და ტერფის სკანირებას, უკვე პროგრამულად ხდება ამ ფორმის დამუშავება დიაგნოსტიკის საფუძველზე და მზადდება ინდივიდუალური ღაბაშები. რა შვება ეს? ტერფს აყენებს სწორ პოზიციაში. გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა. შემდეგ ღაბაში არ არის მხოლოდ სუპინატორი. ღაბაში შესაძლებელია იყოს სუპინატორი, პრონატორი, ორთოპედიული კორექტორი, დიაბეტური სპორტული კორექტორი. როდის ეს არის ფეხსაცმელში ჩასაფენი, თუ ვინმე მარიცის, ესე ქვია ღაბაშები. როდის გამოიყენება ეს? ტერფის ყველა სახის დეფორმაციის დროს. პირველი, შემდეგ კოჭვების სახსრის დეფორმაციის დროს. მე ეს ტერფი და კოჭვების სახსარი ხალხო მარტო კი არ არის, ხო? ეს ტერფი თქვენი ფუნდამენტია. შემდეგ ამას მოყვება მთელი საფრთხე-მამოძრავებელი სისტემა და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, თუ დაზიანებულია ტერფი და კოჭვების სახსარი, მუხლი, მენჯბარძაყი, წელი, ხერხემალი, ეს ხო აღმავალი გზით გადაეცემა რა. სხვათა შორის რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იცით, როდესაც არის ხერხემლის გამრუდება, ყოველთვის შეამოწმეთ ტერფი, იმიტომ რომ სკოლიოზის შემთხვევაში აზრი არ ექნება იმ ხერხემალზე მუშაობას, თუ იქ ტერფი არის დეფორმირებული, ის უნდა დადგეს სწორ პოზიციაში, თორე იმუშავებთ ამ ხერხემალზე, ყველა გადახდილი თანხა იქნება და ნუ შემდეგ გამოდიხარ და ისე დადიხარ, ხო, დეფორმულად და ეს წყალში იყრება ამ ხელაშრომა. ორი წამით ვიტყვი ხერხემალზე ერთ-ორ სიტყვას. სკოლიოზის მაპროვოცირებელი ფაქტორი ერთ-ერთი და არა ერთადერთი არის დეფორმული ტერფი.
არსებობს სკოლიოზის ისეთი პათოლოგია, დაუშვა თავის თავში სკოლიოზი ქვია, რა ჯერ ის უფრო სწრაფადაც პროგრესირებს და რეალური მიზეზი არ ჩანს და რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში კომბინირებული მკურნალობა არის აუცილებელი. გადავიდეთ ახლა ისევ ტერფების პრობლემებზე. გარდა ტერფის პათოლოგიებისა, კიდე რა შემთხვევაში ინიშნება ეს ღაბაშები. ეს არის ვარიკოზი ლიმფოსტაზი. აძლიერებს რესორულ და ტუმბოს ფუნქციას. ეს არის ჭარბიწონა. ეს არის დიაბეტური ტერფი, ნეიროპათია და ანგიოპათია. ეს რა არის? კაპილარული უკმარისობა, მგრძნობელობის დაქვეითება. დროთა განმავლობაში, როდესაც დიაბეტური ფონია, ტერფი განიცდის დეფორმაციას და იმ ზეწოლის უბნებზე, აი მაქსიმალური ზეწოლის უბნებზე ხშირად ვითარდება წყლული. ეს წყლული შემდეგ თუ არ მიაქცია ადამიანმა ყურადღება, ინფექცია შედის და ის არის, რა ქვია, განგრენის მაპროვოცირებელი. ამ შემთხვევაში დიაბეტური ღაბაშები ჯერ-ერთი სპეციალური მასალა არის, რბილი არის, კომფორტული არის, თან ეკრება სპეციალური გადასაკრავი, ვერცხლის ძაფებიანი, დეზინფექციის ეფექტიც აქვს და ის მაქსიმალური ზეწოლის უბნების წნევა როა შემცირებული, უბრალოდ წყლული არ ვითარდება და ხშირად ადამიანი გადარჩენილი არის თითის და ტერფის მოკვეთასაც. შემდეგ მინდა გავამახვილო ყურადღება კიდე სპორტულ დატვირთვაზე. სპორტული დატვირთვის დროს ვიყენებთ სპეციალურ სპორტულ მასალას. სხვადასხვა არის ის ჩოგბურთის, სხვა არის ფეხბურთის, კალათბურთის, იმის და მიხედვით რა სპორტი არის, სპეციფიური ამორტიზაცია აქვს. ეს რას გვაძლევს? ჯერ ერთი თუ რაიმე ტერფის პრობლემაა, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სპორტსმენი იყოს სწრაფი, მოქნილი და გააუმჯობესოს თავისი მონაცემები, ხო? არ იქნება ტრამბული. შემდეგ მე არ საუბრობ იმ მონაცემებზე, რომელიც დაუშვათ თქვენ ორგანიზმს აქვს პირველადი რეზერვი. არა, იმას ჩვენ ვერ შევცვლით, უბრალოდ შემდეგ რო გული გეღლება და ეს დაკავშირებულია შენ ბიომექანიკასთან, აი იმას ვასწორებთ ზუსტად. ბავშვებს რაც შეეხება, ბავშვების დიაგნოსტიკა შესაძლებელია 4 წლიდან ზევით. 14 წლამდე ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს, შემდეგ გარდატეხის პერიოდია, ჰორმონალური ცვლილებაა და რა თქმა უნდა, ეს უნდა დაფიქსირდეს 18 წლამდე. საერთოდ 18 წლამდე აქვს აზრი მუშაობას ტერფზეც და ხერხემალზეც, რომ მიიღოთ შედეგი. შემდეგ რა თქმა უნდა, ასაკი არ არის შეზღუდული და ზრდასრულებში ეს არის უკვე დამცავი საშუალება, რომ მოხსნას თქვენი ჩივილები და არ გქონდეთ გართულებები. ერთ საკითხზეც ვისაუბრებ დღეს და დანარჩენი უკვე შემდგომში, ეს არის კოქს არტროზის პოსტოპერაციული მდგომარეობა. ხშირია შემთხვევა, ხალხო, რომ ერთი მხარე, რომელიც დაოპერაციებია, შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ამას ეხლა ქირურგი რა თქმა უნდა გადაამოწმებს, მაგრამ თქვენც რო იცოდეთ რა, ესეთ შემთხვევაში ეს უნდა დაждდეს სიმეტრიულად. მზადდება ღაბაში, რომელზეც ერთი მხარე ოდნავ აიწევა, რომ დაждდეს სიმეტრიულად და ეს შენი დატვირთვა არასწორად არ იყოს გადანაწილებული. შემდეგ მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვით უშუალოდ კლინიკა ტერფზე. ეს არის გერმანული სისტემა, პეტკატ ტექნოლოჯი, ეს არის ძალიან ზუსტი და ამიტომ ამას უნდა შეჩვევა. ეხლა ხშირად არის ხოლმე კითხვა, ვაიმე სხვადასხვა გზნობა მაქვს ფეხზე, ვაიმე ცოტა იქ შევწუხდი. კი, სხვადასხვა გზნობა გაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სიმეტრიული ჯერ ეს ერთი არავინ არ ვართ. შემდეგ არის ხოლმე რომ სხვადასხვა პათოლოგიაც არის ტერფზე, ერთნაირი გზნობა ვერ გექნებათ. ამას უნდა შეჩვევა. ზუსტად პრიორიტეტი იმაში არის და განსხვავება, რომ ამას უნდა შეჩვევა, თქვენ ესე არ გიuliat, ჩვენ გაიძულებთ იაროთ სიმეტრიულად. ამიტომ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეხლა ჩავიდე და გემრიელად ვარ და კარგად ვარ, ესე აქ არ ხდება. ეს არის სილიკონის სტანდარტები აფთიაქში. შემდეგ რა ფეხსაცმელი ჭირდება? ვიწრო თხელი, კლასიკური, მაღალქუსლიანი არა გამორიცხულია. ჩვენ აქ უკვე ვაკეთებთ კორექციას, ამას ჭირდება სპორტული ფეხსაცმელი. შემდეგ რომ მიეჩვევით, გადაეკვრება ლატექსი 2 წელი, ვარგისია, შეგიძლიათ ერთი ფეხსაცმლიდან მეორეში გადაიტანოს. დასრულებს ყოფნის სადღაც 2 წელი. სპორტულ დატვირთვაზე წელიწადი და 2 თვე, ბავშვებს ზომის ცვლილების მიხედვით ისე წელიწად ნახევრამდე.
თუ ვიწყებთ ტერფზე მუშაობას და საერთოდ საგდემამოძრავებელ სისტემაზე მუშაობას, მშობლებმა მინდა რომ გაითვალისწინოთ რა, ეს შეცდომა ძალიან ხშირად ხდება. ერთ-ორ წელიწადში გვაქვს კარგი შედეგი და ვაიმე უკვე ყველაფერი კარგად არის, ესე გონია. არა, ესე არ არის. თქვენ იწყებთ ამაზე მუშაობას, ეს არის შრომა ტევადი, ეს უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ამ სუპინატორთან ერთად ის ვარჯიშები, რასაც გასწავლით 18 წლამდე, წარმოიდგინეთ, 18 წლამდე. შემდეგ კიდევ ერთი საკითხი და ამ ეტაპზე ჩვენი ეთერი ამითი მორჩება. ძალიან მნიშვნელოვანი არის სახლის პირობებში მშობელი მიხვდეს, ჭირდება თუ არა ბავშვს რაიმე დახმარება, ჭირდება თუ არა ტერჩი ჩემთან მოვალა. პირველი სიარულის მანერა. უადვილესია თუ ფეხი გადის გარეთ პრობლემაა, თუ ტერფი შემოდის შიგნით უკვე პრობლემაა. პატარა არასოდეს არ არის ზარმაცი. ბავშვი თუ ხელში ითხოვს, მე ვიძახი 4 წლიდან ზევით იქამდე დიაგნოსტიკა არ კეთდება. თუ ხელში ითხოვს და მალე იღლება, ეს უკვე არის ნიშანი, რომ დროულად უნდა მივხედოთ, რომ კარგი შედეგი გქონდეს. ასევე ტერფის გარდა სახლის პირობებში, როგორ შეგიძლიათ მივხვდეთ ხერხემალზე არის რამე პრობლემა თუ არა, ესეც არ არის რთული და დააყენეთ ბავშვი წელზევით, გახადეთ ჯერ ესეთი შეხედეთ ბეჭი სიმეტრიული, ბეჭის ქვედა არის სიმეტრიული, ასევე უნდა იყოს ის რა ქვია, თეძო შეჭრა სიმეტრიული, თუ შეატყვეთ რომ უკვე რომელიმე მხარე განსხვავებულია, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაცა პათოლოგია იწყება. კიდე ბავშვს როდესაც ეუბნებით ესე ზურგით რო აყენეთ, ხელები გაშალეო და თავი გაასწორეო, ერთი წუთიც რო დააკვირდეთ, თუ იქ რამე დაღრღვევა, იმიტომ არა რომ ბავშვს ეს უნდა და ყურადღება გადაიტანა, არ გეგონოთ ესე, თავი მიდის ცალ მხარეს. ესეც მაჩვენებელია, რომ ხერხემალს და ტერფს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ ეტაპზე ტერდი იყენებს 18 ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას და 40 სახეობის მასალას. ამას უკვე არჩევს ექიმი. მეწითელი მინდა და შეყვითელი კიდე ესე არ გამოვა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შემდგომი გადასაკრავი ლატექსი აირჩიოთ. ასე რომ გავითვალისწინოთ ეს დეტალები, მომწერეთ კითხვები და შემდგომში უკვე უფრო დეტალურადაც გიპასუხებთ. მომავალ შეხვედრამდე.